გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მოკლედ, გამოვივლი და ისევ იმ გაშეშებულ მზერიან ჯო ვილსონს მივადგები. ტიპი სრულიად გაუთვით ცნობიერებულია ჩვენს ამბებში და ყბედობს, რაც კი ენაზე მოადგება. ანუ, რასაც ნაცები უკან ნახებენ. ირაკლი კობახიძის ღია წერილზე თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაო. ანუ როგორ გაბედეთ ამერიკის პრეზიდენტს მოთხოვნები რომ წაუყენეთო. ასეთი რამ თავში როგორ გაიელოთ თქვენ ქართველებმა თქვენი ადგილია არ იცით ამას რომ ბედავთო. მერე ვილსონმა რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა რაც მურიგ ჯერზე ადასტურებს იმას რომ ის მართლა გაუთვითცნობიერებული ბრიყვია. მან თქვა ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ და მერე ჩამონათვალია. ყოველდღიურად ანტიამერიკული პროპაგანდა გაავრცელა. პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა. ჩინეთის კომპარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო. ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა. ოპოზიცია აკრძალა უდანაშაულო ხალხის ცემა და დააპატიმრა. ხო მაგარია. ხო დაავიწყდა ეთქვა რომ კობახიძემ პუტინი ქართველი ერის მამად აღიარა და ამერიკელების სეგრეგაცია დააკანონა. ეს უკვე ჩემი ბოდვებია, მაგრამ ვილსონმა პირველმა დაიწყო და მეც ავყევი. თუ ბოდვა იყოს. რომელიმე პუნქტი მის ბრიყულ გამონათქვამში შეესაბამება სინამდვილეს? ერთი ამერიკული კომპანია მაინც გააგდეს ჩინეთის კომპარტიის სასარგებლოდ ტყუილი. ირანის ტერორისტულ რეჟიმთან კავშირის გაღრმავება მორიგი ტყუილია. კობახიძე ყველა რეგიონალურ ლიდერთან ერთად გასაგები მოვლენების დროს ირანს ეწვია. მასთან ერთად იყვნენ სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები. აი რომ არ წასულიყო ეს იქნებოდა სწორედ რომ არასწორი. და გამოდის სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმაც გააღრმავა ირანის რეჟიმთან კავშირი. ვილსონს რამე გაეგება რეგიონალური დიპლომატიის ეტიკეტის შესახებ? მერე კიდე რომელი ოპოზიცია აკრძალა ოცნებამ. ბოლოს და ბოლოს დამანახეთ ის აკრძალული ოპოზიცია. ძალიან მინდა ეს დავინახო. დიახ, მე მინდა რომ ერთიანი ნაცობა გაუქმდეს და ყველა მის წევრს ხელმძღვანელი რგოლიდან აეგრძალოს პოლიტიკასთან გახახუნებაც კი. ძალიან მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არა. მერე კიდე უდანაშაულო ხალხის ცემა და დაპატიმრება. ვინაა უდანაშაულო? ის, ვინც ქალაქს წვავდა, პოლიციელს ქვებს ესროდა, ჯოხს ურტყავდა. ესაა უდანაშაულო? და ასეთი განა არ უნდა დააპატიმრო? ვიცი. ვილსონის აზრით პოლიციელმა დაპატიმრებამდე დაკავებულს უნდა ჰკითხოს, ვის ემხრობი შვილო ნაცებს? მაშინ აგეშენ კიდევ ერთი ქვა და მესროლე არ მოგერიდოს. და კიდევ პრეზიდენტ ტრამპს ვინმე მოდესმე კორუმპირებულობაში ბრალი დასდო? ასეთი რამ ნამდვილად არ გამიგია და თუ რამე გამიგია ისევ ნაცების მხრიდან ტრამპს არჩევნებამდე დასცინოდნენ. რას არ ეძახოდნენ? მაშინ ნაცებს ხომ არ ეგონა ტრამპი იმ აცეკვებულ კამალა ჰარისს რომ მოუგებდა. მართალი გითხრათ, არც მე მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ კამალა ჰარისის არჩევა, ჩემი აზრით სრული უგუნურობა იქნებოდა ამერიკელებისთვის. მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა, ეს ამერიკელების საქმეა. თავარი ყველას გავავიწყდება, რომ არც ერთ პოლიტიკოს არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისა. ჩემთან სამზარეულოში მე არაპოლიტიკოსმა შემიძლია გამოთქვა ესა თუ ის მოსაზრება ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. ამის უფლება მაქვს, მაგრამ შინ მე ვარ თავისუფალი, მაგრამ გარეთ საჯაროდ ასეთი მოსაზრებების გატანა არაკორექტულად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არ ვარ და თუ კი პოლიტიკოსი ვიქნებოდი, მაშინ ხომ საერთოდ. აი ფანტაზიის დონეზე რომ წარმოვიდგინოთ. მაქვს რაღაც პარტია, ვთქვათ, ნეოპიტეკანტროპები.
ჩავდივარ გერმანიაში, ვდგები ბუნდესტაგთან და ვითხოვ გერმანიის მთავრობის გადადგომას. ყვირი ნიდერმიდდენ დიქტატურ და განა ეს ჯანსაღის აქციელი იქნებოდა. გერმანელები უკეთეს შემთხვევაში შემოხედავდნენ როგორც გიშს, ან და უზრდელს. უარეს შემთხვევაში დამიჭერდნენ და პანღურებით გამაგდებდნენ ქვეყნიდან და მართლებიც იქნებოდნენ. მაგრამ ჯო ვილსონი თვლის, რომ ჩვენთვის ის ავტორიტეტია და მის სიტყვას წონა უნდა ჰქონდეს აქ, საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ ის დიდი ამერიკელია და ჩვენ კი პატარა ქართველები ვართ. ისე იგი ჯო ვილსონის სიტყვას ფასი მართლა აქვს იმ ყურმოჭრილებთან, ვინც მისი ხსენებისას ცალფეხზე იწყებს ხტუნვას. რამდენიმე მათგანი ამერიკაშიც გაემგზავრა ვილსონისთვის მუხლზე რომ ეამბორებინა. მეგობრებო, მუხლის მაგივრად სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მომერიდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.